წარსულთან შეხების ტკივილი არც 80 წლის შემდეგ განელებიათ. ნაცისტებსა და გაზის კამერებს გადარჩენილების ნაწილი დღეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მივიდა. შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად ისინი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგებენ პატივს. ის, რაც ნაცისტური გერმანიის პატიმრება საკონცენტრაციო ბანაკებში გამოიარეს, ახლა ისტორიის ბნელი ფურცლებია, რომლებიც კაცობრიობამ აღარასდროს უნდა გაიმეოროს. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვკვდებოდი. ახლაც მიკვირს როგორ გადავრჩი. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც სიკვდილს პირისპირ შევეჯახე. მანამდე მეგონა, რომ მხოლოდ უფროსები კვდებოდნენ და მე წინ ბევრი დრო მქონდა. საკონცენტრაციო ბანაკის შიშკარი რეალურად სიკვდილის კარიბჭე იყო. თუ იქ შეაბიჯებდი, იცოდი რომ ეს სასიკვდილო განაჩენსულია. მე მხოლოდ წვეთი ვარ ოკეანეში. 13 წლის ვიყავი, როდესაც SS-მა ჩემი, დედაჩემის და ჩემი უმცროსი ძმის სახელები ამოიძახა. ჩათვალეს, რომ შრომისათვის ვარგისი ვიყავი და სამუშაოდ გამგზავნეს. ჩემმა უმცროსმა ძმამ კი გადარჩევა ვერ გაიარა. ის მოკლეს, მხოლოდ 9 წლის იყო. ჯოჯოხეთი იყო. 6 წლის ვიყავი, როდესაც ჰოლოკოსტი დაიწყო. 12 წლამდე 4 სხვადასხვა ბანაკში მოვხდი. ვერავინ იჯერებდა იმას, რაც ხდებოდა. როდესაც მატარებლიდან ბირკენაუს ბანაკში მივედით, კრემატორიუმის აკვამურებიდან კვამლი ამოდიოდა. იქ 2-3 დღით ადრე რომ მივსულიყავი, ალბათ მეც და ჩემი ძმაც იგივების გავიზიარებდით. შანსი არ გქონდა უბრალოდ 1 თუ 2 ნოემბერს ჰიმლერმა ბრძანება გასცა გაზის კამერებში, ოპერაციები დაესრულა. ჰოლოკოსტის ხსენების დღეს მსოფლიო ანტისემიტიზმის მზარდი ტენდენციებით ხვდება. ცილისწამების მოწინააღმდეგეთა ლიგის მონაცემებით ბოლო 10 წლის განმავლობაში ანტისემიტური განწყობების მქონე პირთა რიცხვი გაორმაგდა. განსაკუთრებით კი 35 წლამდე ასაკის ადამიანებში. 2025 წლის მონაცემებით მათი რიცხვი 2 მილიარდს ითვლის. ბოლო ტენდენციებში დიდი როლი ითამაშა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის სასტიკმა თავდასხმამ და ამის საპასუხოდ ღაზაში წამოწყებულმა სამხედრო ოპერაციამ. არსებობს კიდევ ერთი ფაქტორიც. საფრთხე შექმნა სოციალურმა მედიამ, რომელიც მოკლე განცხადებებით შემოიფარგლება და საკითხთა ღრმა ანალიზის გარეშე ტოვებს. საქმე იმაშია, რომ როდესაც სიძულვილის გამოხატვისას ადამიანებს არავინ აჩერებს, ისინი ძლიერდებიან და ამას აგრძელებენ. ამჟამად ჩვენ ვართ თავდასხმის ქვეშ ბევრი ჯგუფის მხრიდან, მაგალითად ჰამასის მეგობრების მხრიდან, ასევე ექსტრემისტი მემარცხენეების მხრიდან, ეგრეთ წოდებული ანტიფაშისტების მხრიდან, ისლამისტების მხრიდან, ულტრამემარჯვენეების მხრიდან. იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ერთმანეთსაც კი ეწინააღმდეგებიან. ისინი ერთიანები არიან ანტისემიტიზმში. ესაა რეალობა, რომელმაც რთულ წერტილს მიაღწია. გერმანიის ნაცისტურმა წარსულმა ანტისემიტიზმის მიმართ თანამედროვე ბერლინის მკაცრი პოლიტიკა განაპირობა. აქ დანაშაულის წვრილმან გამოვლინებასაც სიფრთხილით ეკიდებიან და ამის შეცვლას არ გეგმავენ. ეს კი მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო არენაზე გამოჩნდნენ პირები, რომლებიც გერმანიას მიდგომების შემსუბუქებისკენ მოუწოდებენ. ასეთია ილონ მასკიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან. გერმანიის საპარლამენტო არჩევნებამდე 4 კვირით ადრე მილიარდერმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის შეკრებას ასე მიმართა. ფიქრობ, გულწრფელად ზედმეტი ფოკუსი კეთდება წარსულ დანაშაულზე. ჩვენ ამას უნდა გავსდეთ. ბავშვები არ უნდა ისჯებოდნენ მშობლების დანაშაულების გამო. თავი დაანებეთ მშობლებსა და მათ ბაბუებს. საგანგაშოა ანტისემიტიზმის ნორმალიზება. მე წინააღმდეგი ვარ გადავშალოთ ეს გვერდი მხოლოდ იმის გამო, რომ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ჩვენ ვინახავთ ამ ადამიანების მეხსიერებას. ეს მილიონობით ადამიანის ისტორიაა. ისეთი ადამიანების, როგორიც მე და თქვენ ვართ. ეს არის ასევე ცნობიერება, რომელიც ჩვენ უნდა გადავცეთ თაობებს. ეს პასუხისმგებლობა არ უნდა დასრულდეს. უდავოა, რომ ანტისემიტიზმის მიმართ ტოლერანტულები ვერ ვიქნებით. ნაცისტურ რეჟიმს მილიონობით მსხვერპლი ჰყავდა, თუმცა განსაკუთრებული სისასტიკით ისინი ებრაელების მიმართ გამოირჩეოდნენ. ოფიციალური ცნობებით მე-20 საუკუნეში 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლე სწორედ ნაციზმმა იმსხვერპლა. ჰოლოკოსტის დასრულებიდან 80 წლის აღსანიშნავად ევროპაში ვერ ჩავიდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე ჰააგის სასამართლოს მისი დაკავების ორდერი აქვს გაცემული. პოლონეთიც და ნიდერლანდებიც ბენიამინ ნეთანიაჰუს პირდებოდნენ, რომ მას არავინ დააკავებდა, თუმცა პრემიერმა არ გარისკა.